მოგესალმებით ზურფას მაყურებლებო, ეთერშია სალტე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბატონ ნოდარ კაპარნაძესთან ერთად, ვაგზელებთ ციკლს გადაცემებისა სტატისტიკაზე. გამარჯობა ნოდარ. მოგესალმებით, მიგესალმებით ეს მაყურებელს. აი ჩვენ ვისაუბრებთ საშუალო ფენაზე და იქვე იმ გადაცემაშიც მიაქციეს ყურადღება და მომწერეს, სხვათა შორის ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა განათლების სფეროზე ჩვენ ვისაუბრეთ, ასე შევეხეთ. გვაქვს იქ სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები მოდი ასე ვთქვათ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი მომავლისთვის, რაც ჩვენ განათლების სისტემაში გვაქვს ხომ პრობლემები. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შევეხოთ ამ საქმეს ამ საკითხს უფრო დეტალურად და გავიაროთ რა მდგომარეობა გვაქვს და რა არის ამის გამოსწორების გზები. იმიტომ რომ ახლა ჩვენ რომ მარტო ესე ვთქვათ ვაივიშიზმის ტრადიციას გავყვეთ და ვთქვათ რომ ვაი და არაფერი არ ვთქვათ როგორ უნდა დავუი როგორ უნდა გადავიდეს შედარებით პოზიტიური განვითარების გზაზე, მაშინ ფუჭი იქნება ეს ჩვენი გადაცემა. დასაგვირველია, აბსოლუტურად გეთანხმებით. მოდით მაშინ თავიდან ჯერ ძალიან მოკლედ წინა გადაცემებიდან შევაჯამოთ. განათლების კრიტერიუმი, საშუალო ფენის დამახასიათებელი კრიტერიუმში, ანუ ოჯახების წილი, სადაც ერთი წევრი მაინც არის უმაღლესი ან შემდგომი საფეხურის განათლებით, 2009-2023 წლის პერიოდში არსებითად არ გაუმჯობესებულა. იყო და მეცაც გეტყვით, აი ტენდენცია იმ კრიტერიუმის ცვლილების ძალიან სუსტად გამოხატული გაუმჯობესების ტენდენციას ატარებს მთლიანობაში, მაგრამ არასტაბილურია უკიდურესად ესეთი. და რაც ყველაზე მთავარია, ცვლილებები 2023 წელს 2009 წელთან შედარებით არსებითად განსხვავებულია გეოგრაფიული ნიშნით, ქალაქ-სოფლის და რეგიონული ნიშნით. ესე იგი, სოფლებში ასეთი ოჯახების წილი შემცირებულია. ცოტა ახლა დრამატულად და რაღაცა ჯერადობით არა, მაგრამ თუნდაც ის რომ გაზრდილი არ არის, უკვე დამაფიქრებელია, ხო? საკმაოდ დიდი პერიოდია 14 წელია, ხო? შემდგომ რეგიონებში ერთადერთი რეგიონი, სადაც ასეთი ოჯახების წილი გაზრდილი არის ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. დანარჩენი სხვა ყველა რეგიონში თითქმის ან უცვლელია, ან შემცირებულია, მათ შორის თბილისშიც. ეხლა რას ნიშნავს ეს და როგორ რა მოვლენა შეიძლება წაიკითხო აი ამ ტენდენციაში, ამ მაჩვენებლის ასე ვთქვათ ბრუდის ქცევაში რა ტენდენციები იკითხება. განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მიგრაციულ განწყობებს. და შემდგომ აი ეს ასეთი ოჯახების ხვედრითი წონის კლება, მატება მხოლოდ შიდა მიგრაციის გარდა საგარეო მიგრაციას არის დამოკიდებული. არ უნდა ვიფიქროთ, რომ აქ მხოლოდ საგარეო მიგრაცია არის გადამწყვეტი. ანუ განათლება რომ მიიღო ვიღაც წევრმა, რომელიღაც ოჯახის წევრმა, ხო? დიდი ალბათობით ის შიდა ურბანული მიგრაციის მიმართულებით მიდის პირველ რიგში. და შემდგომ თუ გაუმართლა, მაშინ საგარეო მიგრაციაში. ანუ თუ მაგალითად სადღაც დავუშვათ, რომელიღაც სოფელში დავუშვათ, დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, დიდი ალბათობით ის ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდში, ფოთში ან ურბანულ ცენტრში გადადის. ანუ სოფლებში ასეთი ოჯახების ხვედრითი წონა მცირდება. გაზრდილი ურბანიზაცია, როგორც მაშინაც ვილაპარაკეთ, ძალიან დიდი საფრთხეა საქართველოსთვის, განსაკუთრებით დემოგრაფიული საფრთხე. ურბანიზაციის მაღალი ტემპი და ამიტომაც იყო მაშინ, როდესაც ვლაპარაკობდი ჩვენ მდგომარეობიდან გამოსავალი, ანუ აი ეს ძალიან კარგი ტენდენციები, საშუალო ფენის ზრდის ძალიან კარგი ტენდენციების შენარჩუნება და მისი ესე ვთქვათ გამყარება და შეუქცევადი ხასიათის მიცემა არსებითად დამოკიდებული არის პერიფერიებში ადგილზე ისეთი გარემო შექმნის, რომელიც მიგრაცია შეაჩერებს. როგორც ურბანულ მიგრაციაში და ურბანულ მიგრაციას, ისევე საგარეო მიგრაციას.
რაც შეეხება ახლა თბილისიდან სად მიდიან მაშინ თბილისშიც ოდნავ შემცირებულია ასეთი ოჯახების ხვედრიცობა თბილისიდან ერთი არის შემოდინების ნაკადი დიდი ასე შიდა ურბანული მიგრაციის მაგრამ ძალიან დიდი აქედან გადირების ნაკადიც საზღვარგარეთ და ეს განაპირობებს იმას რომ განათლების კრიტერიუმი პრაქტიკულად არ უმჯობესდება ეს ძალიან ცუდი რამეა თუმცა კატასტროფამდე ჯერ კიდე ძალიან შორია მაგრამ თუ ესე გაგრძელდება ბოლოს და ბოლოს ეს დღე დადგება ამერიკელებს აქვს ერთი ესეთი საინტერესო ანდაზა თუ ძალიან გავხარ საჭმელს ბოლოს აუცილებლად შეგჭამენ ანუ თუ ძალიან გონება მახულური კი ხო რაც არის რა რაც როგორც ამერიკელებს შეეფერებათ ისეთი ანდაზაა და შესაბამისად ძალიან ახლოსაა სიმართლესთან თუ ძალიან გავხარ ბოლოს აუცილებლად შეგჭამენ ანუ თუ ტენდენციის ფინალი ესე ჩანს სხვათანაბარ პირობებში ანუ არაფერი თუ არ შეიცვალა ბოლო ამის ესეთი არის რომ ქვეყნიდან ინტელექტი გაედინება ქვეყანაში ინტელექტის აკუმულაცია არ ხდება ამას ხელს უწყობს ჩვენი განათლების სისტემაც ეხლა ეს ყველაფერი მთელი ეს სტატისტიკა თავისთავად ეს პროცენტები ტენდენციები აი მოვლენების ახსნა ციფრებში დანახვა გაზომვა ეს საინტერესოა მაგრამ ეს თავისთავად არაფერი არ არის თუ აი ამ მიზანშედეგობრივი კავშირები არ დავინახეთ ამ მოვლენებში რა ხდება მე ერთხელ აღმინიშნავს აქ ამ თქვენ სტუდიაში წინა ეთერებში რომ თუ შევხედავთ უმაღლესი სასწავლებლების პროფესიების მიხედვით გამოშვების სტრუქტურას პროფესიულ სტრუქტურას და შრომის ბაზრის სტრუქტურას ისევე პროფესიების მიხედვით ეს ორი სხვადასხვა სამყაროა 1996 ბოდიში 2017 წელს 2016 წელს მონაცემები იყო ბოლო რომდელის ფონდში მერაბ კაკულია მე და ლალი ქურხულმა გავაკეთეთ ესეთი კვლევა და ვახტანგ ლომჯარია იყო კიდევ ერთი თანაავტორი გავაკეთეთ კვლევა უმუშევრობის სტრუქტურა და სტრუქტურული უმუშევრობა საქართველოში სადაც განვიხილეთ გარდა ჩვეულებრივი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმის მიხედვით უმუშევრობა ასევე არასრული დასაქმება, ფარული უმუშევრობა და კვალიფიკაციის შეუსაბამო დასაქმება. და გარდა ამისა, იქ მაშინ გავაკეთეთ, მაშინ წინა ეთერში თქვი, 2000 წინა 9-10 წლის სიტყვა და საქმის გამოცემები ავიღეთ და მოხდა მისი კოდირება, მოთხოვნილი და მიწოდებული პროფესიების კოდირება სპეციალური შესაბამისი კლასიფიკატორებით, მეისი პროფესიის ეკონომიკური საქმიანობის სახეობები, ხოლო ისკო პროფესიების მიხედვით. და აღმოჩნდა რომ მოთხოვნა, მიწოდება, რეალური შრომის ბაზარი და უმაღლესი სასწავლებლების გამოშვება 4 სხვადასხვა სამყაროა რა. იზოლირებული თითქმის. მოთხოვნა, მიწოდება მეტნაკლებად ერთმანეთთან მოთხოვნა და შრომის ბაზარი მეტნაკლებად ერთმანეთთან დგას, ნახა, იმიტომ რომ მოთხოვნა რეალური შრომის ბაზარი, ანუ რეალური დასაქმების სტრუქტურაში სასოფლო დასაქმების ხვედრითი ამორფულად მაღალი ხვედრითი წონის გამო იქ სხვა პროფესიების წილი უბრალოდ თითქმის არაზომვადამდე შემცირებულია. ამიტომ შრომის ბაზარი და მოთხოვნის წილი სტრუქტურა მეტნაკლებად წააგავს ერთმანეთს, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლების გამოშვება საერთოდ სხვა სამყაროა და დიდი ალბათობით იზოლირებული რეალური შრომის რეალური ბაზრისგან. ხოლო მიწოდებაც არსებითად განსხვავებულია. ანუ მიწოდება დამოკიდებულია იმ პროფესიებზე, რომელიც ადამიანმა მიიღო განათლების შედეგად. მაგრამ ეხლა აქ ისეც არ არის საქმე ეს უმაღლესი სასწავლებლების გამოშვება, ეს არის უმაღლესი განათლება. უმაღლესი განათლება არ არის განათლების ერთადერთი ფორმა, არის საშუალო სპეციალური პროფესიული განათლება და ასე შემდეგ. ანუ განათლების ყველა საფეხურზე არის მნიშვნელოვანი პრობლემა. და რაში გამოიხატება ეს? ეს მონაცემები, რაზედაც ჩვენ ლაპარაკობთ, ეს არის შედეგები. აქამდე რაღაც მიზეზებს მივყავართ.
მიზეზები არის, ნუ ჩემი აზრით პირველი რიგის მიზეზი არის, ახლა რასაც ვამბობ, ჩემი აზრია უკვე აი ამ მონაცემებიდან გამომდინარე, არდასმასაც ვაკეთებ და უყურებ რა განათლებას იღებენ ჩვენი შვილები. პირველ რიგში დავიწყოთ ჩვენი სასკოლო განათლებით. სასკოლო განათლებაში ავიღოთ სახელმძღვანელოები პირველ რიგში, ხო? ყველა კლასის, ყველა დონის სახელმძღვანელოები ნებისმიერ საგანში არ არის ეს უნიფიცირებული, ყველა სკოლა თავის სახელმძღვანელოს ასწავლის და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სისტემა, სასკოლო განათლება ზრდის არა შემოქმედს, არამედ პროფესიონალ მომხმარებელს. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩემი აზრით. ეს მაგალითად ესეთი ფროიდისეულ წამოსვლენაში წამოსდა ერთხელ რუსეთის ფედერაციის განათლების ყოფილ მინისტრს ბატონ ფურსენკოს. რომ ჩვენ პროფესიონალ მომხმარებელს ვზრდით საბჭოთა სკოლა შემოქმედს ვიდაო რა. ანუ მან ეს თქვა როგორც პროგრესი და მე ამას როგორც პროგრესი ისე ვერ განვიხილავ დიდი ბოდიშის. როგორ შეიძლება როგორც პროგრესი განიხილავ? და ის გარემოება რომ ამხანაგი ფურსენკო დღეს მაგადანის ქვისამტეხლოების ნაცვლად რაღაც კაბინეტში ზის და კიდევ ჯგუას ირიგება, კიდევ ერთხელ მაეჭვებს იმას რომ რუსეთში ლიბერალური მიმართულება საბოლოოდ თქვა დამარცხებულია. ძალიან დიდი ეჭვმოსა. არა, მაგაზე რაზეა ლაპარაკი არა, დამარცხებული არ არის, მინდა თქვა ეს ილუზიაა. სერიოზული პოზიცია. არაფერს არ ვამბობ რუსეთის ფედერაციის მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე, სადაც ჩუბაის გაედარეს ბუდიდან დაფრენილი ბარტყებითა და კომპლექტებული მთლიანობა. რაზეა საუბარი, როცა ვინ არის იმის რუსეთის ეროვნული ბანკის პოლიტიკა 22% არის ის საპროცენტო განაკვეთი. კი ბატონო, ელვირა სიხიბზადოვნა ნაბიულინი, გაზულ ლაპარაკობს. კი ბატონო, ხო, ნუ მაგას ეს ლირიკული გადახოვა იყო. ეხლა ის რომ ჩვენი რუსეთთან ჩვენ დაახლოებით ერთადერთი პრობლემა გვაქვს. ოღონდ რუსეთში შედარებით ნაკლებად მოახერხეს ამის დანგრევა და ჩვენ უბრალოდ ჩვენ ასე ვთქვათ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები აღმოჩნდით და საზეიმო შესახებებით გავაცამტვერეთ რაც იყო. და შესაბამისად მივიღეთ ის რაც მივიღეთ, რაც დღეს გვაქვს, რომ განათლების სისტემა ზრდის არა შემოქმედებს, არამედ პროფესიონალ მომხმარებლებს. მიღებული განათლების ხარისხი როგორია, ამაზე ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია და სხვათა შორის აი პიზას გამოკვლევა აჩვენებს, რომ რაღაც 77 თუ რაღაც ადგილზე ვართ 15 წლამდე ბავშვების აი მათემატიკურ უნარებში. ერთ-ერთ პირველ ადგილზე არის ჩინეთი. პირველ ადგილზე არის სინგაპური და მეორეზეა ჩინეთი. ხოლო ჩინეთში არის ის იგივე სისტემა, რომელთაც მე და თქვენ მივიღეთ განათლება, ზუსტად იგივე სისტემა შენარჩუნებული ბოლომდე. მაგ საკითხები მე ზუსტად ვიცი, ვინაიდან ჩემი შვილი მოგეხსენა კომაროვი დაამთავრა სრული ოქროს მედალით და ასე შემდეგ და საერთაშორისო ოლიმპიადებზე დადიოდა. სხვათა შორის და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო და გვასახელეს ამ მათემატიკაშიც და ფიზიკაში, ჩემი ფიზიკოსი ის ხო და იქ ახლა ძირითადი იგებენ ესე იგი მოკლედ ამ ოლიმპიადებს ჩინელები, რუსები, სინგაპურელები. ხო, როცა მონაწილეობენ, მოკლედ ძირითადი კონკურენცია მიდის რუსებს, ჩინელებს და ნუ ნაწილობრივ სინგაპურელებს ახლა ჩინელები და რუსები ფიზიკაში და მათემატიკაში. ასე რომ ვერ მოასწრეს დანგრევა და აქ რამდენიმე სკოლა გვაქვს ჩვენ ესეთი კიდევ, სადაც ღვთისმშობელი ჩემორჩა, აი კომაროვი, ვეკუა და ამ შემდეგ. კი, მაგრამ მანდაც კიდევ ვიმეორებ, ახლა ეს ყველაფერი ეს გასაგებია, ეს არის სკოლა თვითონ სკოლის არსი, ხო? მაგრამ საბჭოთა სკოლას უწოდებდნენ იმას, რომ იდეოლოგიზირებული იყო. იდეოლოგიის გარეშე სკოლა და სწავლა არ არსებობს. იდეოლოგიზირებულია დღევანდელი სკოლას და დღევანდელი სწავლება ჩვენთანაც და ყველგან. იდეოლოგიის გარეშე სწავლა არ არსებობს. თუნდაც ის რომ აი იდეოლოგია არ უნდა არსებობდეს, ეს უკვე იდეოლოგია, რა თქმა უნდა და სწორედ აი იდეოლოგიის პრინციპული არ არსებობის შემთხვევაში ყველაზე კარგი პროფესიონალი მომხმარებელი იზრდება. მაგას თავი დავანებოთ. შემდგომ დაახლოებით ესე
ეხლა ზუსტად არ მაქვს სტატისტიკა, თუმცა საინტერესო იქნება ქვეყნდება სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რამდენი განათლების სხვადასხვა საფეხურზე რამდენი წვეთ სწავლას რა. საბაზო, შემდგომ საშუალო, საბაზო, არასრული საბაზო, საბაზო, საშუალო და შემდგომ გადადიან უმაღლესსა და საშუალო სპეციალური და ასე შემდეგ. არის კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა. აი, ნუ ეს მთლიანად ყველა საჯარო სკოლა შეეხება. ყველა სკოლა შეეხება საქართველოში ასე ვთქვი. და არის კიდევ ერთი, აი ეს ყურადღება მიაქცია Google-ის კვერცხებს, როგორც არის მაგალითად ბრიტანული აკადემია, ამერიკული აკადემია, თურქული სკოლა, ფრანგული სკოლა, გერმანული სკოლა. მოდი ერთ კითხვას დაგისვავ. ეს სკოლა რომელიმე მათგანი საქართველოს მოქალაქეს დის? არა, ჩვენი საქართველოს საჯარო სკოლების რამდენად საქართველოს მოქალაქეს დის, ესე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ ესენი ნამდვილად არ ზდის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ხო? და ესენი უფრო იმ ქვეყნის მოქალაქეს დის, რომლის აკადემიაც არის. იმ ქვეყნის იდეოლოგიით. რა თქმა უნდა, რასაკვირველია. შემდგომ ეს არის ეს Google-ის კვერცხი მეტყვილად არ მეთქობს. ეს არის მოკლედ აქ ჩვენს ჩვენს წიაღში ჩანერგილი ესეთი კერა, სადაც საქართველოში არჩევენ ბავშვებს. განსაკუთრებით ნიჭიერებს შემდგომ დაუნიშნავენ რომელიღაც ვინსტონ ჩერჩილის, ოლივერ კრომველის, ჯეკი ფატრავის ან ვიღაცის სახელობის სტიპენდიას და შემდგომ მათი მშობლები გამოფენენ ამას აღტაცებული რაღაც Facebook-ში ჩემმა შვილმა სტიპენდია მიიღო, ანუ შეჩათვალე რომ ის ბავშვი ამ ქვეყნისთვის დაიკარგა. ანუ 10-დან 9 შემთხვევაში ახლა ვინც არ უნდა მithქვას რომ აი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი ქონდა დამთავრებული კონსტანტინე გამსახურდიას თქვათან რაღაც რამდენი იყო საქართველოსთან მაშინ სტატისტიკა მე არ მინახავს და არც ვიცი ჰაიდელბერგის თუ სხვადასხვა ციურიხის თუ სხვადასხვა უნივერსიტეტებში და იმ მათგან რამდენი დაბრუნდა საქართველოში. ჩვენ ვიცით ის ერთეულები, რომლებიც დაბრუნდნენ და სამაგიეროდ მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ ვიცით ათასეულები, რომლებიც არ დაბრუნდნენ, რომლებიც დარჩენ იქ სადაც წავიდნენ, გაითქვიფენ იქ იმ საზოგადოებაში და ანუ ეკონომიკურად ვთქვათ, იქაური მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა. ეხლა რა ხდება აქ ჩვენი Google-ის კვერცხებში? ეს უნარჩენო წარმოებაა. მოკლედ განსაკუთრებით ნიჭიერი ვინც არის, მათ რომელიღაც ვიღაცის სახელობის სტიპენდია დაუნიშნეს, წაიყვანეს, მორჩა თავისადმი ლოიალური გარემოში აღზრდილი, თავის თვითონ გამოიყენეს მისი ინტელექტი, რა თქმა უნდა, ახლა ამაში არაფერი ცუდი არ არის. შეიძლება ამ ბავშვისთვისაც კარგია, რასთავარია სტამბოლის ბაზარზე არავის არ ყიდია, ხვიჩა და გოჩასავით, შალახოსეკუთ მიდის უყოლა თავის და თან დიდებული რამე უხარიეთ კაცო. მაგრამ უნარჩენო წარმოება რატომ არის? ვის ხო მათ უნარჩენო წარმოებამდე მივიდოდეთ. შედარებით ფინანსურად უზრუნველყოფილი მშობლები უკვე სტიპენდიის გარეშე თვითონ აფინანსებენ ამ ბავშვების იქ წასვლას. იმიტომ რომ ეს ბავშვები სკოლაში რომ შედიან, უკვე აქედან წასასვლელ მიგრაციისთვის პირდაპირ ასე ვთქვათ უხეშად ქუჩურად ვთქვათ აბოიმაში ჩადებულები არიან უკვე სამიგრაციოდ გასასროლად. ჭიდში, ხო? ნუ კაი. ხო. შემდგომ ფინანსურად შედარებით უზრუნველყოფილი მშობლები თავისი დაფინანსებით არიან. ნუ ახლა 10-დან 7 ამ შემთხვევაში აი გალაქტიონსაკ ერთი ეგეთი ლექსია. როდესაც პოეტი, ვითომ პოეტია ამაოდ ამბობენ რომ ის გოეთეა, ვაიმარს გაგზავნე ავია კალათით, ვირზე დაბრუნდება ხახვით და სალათით. ანუ გოეთეობას მარტო ვაიმარში წასვლა არ ყოფნის რა. ხანდახან ფაუსტიც უნდა დაწერო. ხო და მოკლედ ესე გაგზავნილი ბავშვები, ნუ დიდი რაოდენობა ეს ვირზე დაბრუნდება ხახვით და სალათით, მაგრამ ვიღაცები იქ დარჩებიან. ვინც იქ ვერ დარჩება, მაინც დასაკლავი ხმოს გამომეტყველებით ისევ იქით იყურება, იმიტომ რომ მისი ლოიალურობა იქითკენაა მიმართული, რომელიც აღზრდილია ასე. ასევე დასაკლავი ხმოს გამომეტყველებით იმ მიმართულებით იყურება იმ სკოლის ყველა მოსწავლე, რომელიც იქ ვერ წავიდა. კი ბატონო. ანუ უკვე შექმნილი არის დაწყობის ჯგუფი ქვეყანაში.
კლასტერი კი ბატონო, ბუდე. კლასტერი შექმნილი არის და ეხლა ჩვენ აღარა ვართ უკვე იმ მასაკში რომ ამას ვერ ხედავდეთ. რამხელა მნიშვნელობა აქვს სკოლას, თანაკლასელებს და იმას, სადაც ჩვენ ბავშვობა გაატარეთ და იმ გარემოს და რამხელა ბმა გაქვს იმ გარემოსთან და რამხელა ლოიალობა გაქვს იმის მიმართ, სადაც ჩვენ აღიზარდეთ. ამდენად ეს ასეთი ტიპის სკოლები, მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში არის თუ არა ასე. მე ეს სტატისტიკა არ მაქვს. რამდენად არის ესე რომ აი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული, ესეთი ყველაზე უფრო ძვირადღირებული. ანუ ეს არის ფაქტიურად შენელებული მოქმედების ნაღმი თვითდაფინანსებაზე. ეს ყველაზე საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. თვითონ აფინანსებს საკუთარი და თან ბედნიერი ხარ. თან სტამბოლის ბაზარზე არავის არ ყიდიან. და ყველას მაინც იქითა და ეს ქმნის მე ამ ძალიან ძლიერ მიგრაციულ განწყობებს. რა თქმა უნდა. და ამის შედეგი არის ის, რაც უკვე სტატისტიკაში აისახება. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა, საქართველო და სომხეთი არის დემოგრაფიულად ყველაზე უფრო მძიმე ტენდენციების მქონე. ეხლა საქართველოში მიგრაციული განწყობები ეხლა საკმაოდ ძლიერია, მაგრამ იყო დრო რომ გაცილებით უფრო ძლიერი იყო და შეიძლება ცოტა შესუსტებულიც კი იყოს ეხლა მიგრაციული შესუსტებული არის პირდაპირ შემიძლია არა მაქვს, მაგრამ განწყობები შეიცვალა გამოცდილების მიღებასთან ერთად. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ძლიერმა მიგრაციულმა განწყობებმა უკვე თავის შედეგი მოიტანა. ძალიან სერიოზული, მაგრამ რას გულისხმობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენ გვახსოვს ხო განწყობები როგორი იყო? იყო აბსოლუტურად იდეალისტური განწყობები. კი, რა თქმა უნდა. ადამიანებს ეგონათ რომ იქ იყო სამოთხე. კი. რაც არ უნდა ახლა რაც არ უნდა ასე ვთქვათ სასაცილო იყოს და ტრაგიკულიც ამავე დროს, ტრაგიკომიკურიც. მართლა ესეთი განწყობები იყო. ეს მახსენდება ისაიდის ისტორია გახსოვს ფილმი. იქ პუერტორიკოელები ცნობილი მუსიკალია ესა და იქ აი ამ პუერტორიკოელებს ამერიკის მიმართ რო განწყობები აქვთ და ასე შემდეგ. აი მაგაზე ეს ერთ-ერთი ზუსტად იგივე იყო ჩვენთან და კი მე ხა ერთხელ მithქვამს ამ მიგრაციულ განწყობებზე. საიდან ვიცნობ ჩვენ ევროპას? საიდან ვიცნობდით? ეხლა მე ვიცი როგორ უნდა გავიცნო. 30 წლიანი მუშაობის სტაჟი მაძლევს მაგის შესაძლებლობას, რომ რაღაც მაჩვენებლები ვნახო, რის მიხედვითაც შეიძლება შევაფასო მდგომარეობა სხვა ქვეყნებში. ჩვენ ვიცნობდით ევროპას და ამერიკას მაშინ 80-იანების ბოლოს კინოებით. მეტი არაფერი. ხო. თუმცა იმ კინოების შინაარსსაც მაინც და მაინც კარგად არ უყურებდით. კინოებით კიდე ბევრი კიდე რაღაც ხო, მაგრამ ძირითადად მაინც იყო კინოები რა. და როცა გონია შენ რომ ახლა უყურებ ჩვენი არის რომი შნაიდერი, ოდრი ჰეპბერნი, ალენ დელონი და ასე შემდეგ რომ თამაშობენ გადასარევი გარემოა ხო ყველაფერი, მაგრამ ჩვენი შინაარს არ უყურებ, მაგალითად ქორწინება იტალიურად რომ არის, რა გარემო, რა სოციალური გარემოა იქ აღწერილი. ბატონო. რომელიმეს თუ მაშინ ვისაც გვინახავს ეს ფილმი რომ სოციალური გარემოს გარჩევით თუ შეგვიწუხებია თავი და ჭირიყრესად გვეზარებოდა ოთარ სეფიაშვილის მოსმენა რომელიც ამ ფილმების შინაარს ვიხსნიდა ხოლმე გახსოვთ ალბათ ეს ყველაფერი. ანუ იმ კინოებითაც კარგად არ ვიცნობდით ჩვენი განწყობებით და აღქმებით. მხოლოდ და მხოლოდ. და რეალურად ეს მიგრაციული განწყობები მაშინ იყო უძლიერესი. ახლა შედარებით შესუსტებული არის, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერია ჯერ კიდევ. ინერცია დიდია. დიახ, რა თქმა უნდა. და განათლების სისტემა ჩვენს შემთხვევაში არაფერს არ აკეთებს პრინციპში იმისთვის სკოლამდე სასკოლო განათლებაზე მაქვს ლაპარაკი. რომ ამ ქვეყანაში აღზარდოს ამ ქვეყნის მოქალაქე. ამ ქვეყნის პატრიოტი, ამ ქვეყნის შვილი. მე რასაც უყურებ, ჩემი შვილი ჯერ კიდევ სკოლაში დადის. მის სახელმძღვანელოებს რომ უყურებ, იქ არაფერი მსგავსი ვექტორი არ ჩანს.
თანაც სახელმწიფოებრივი რო სხვადასხვა ეს კიდევ უფრო აძლიერებს. გასაგებია. 1000 თავიანი ჰიდრასავით არის. გასაგებია, ამიტომ ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიება ჩემი აზრით. განათლების სისტემაში არის, განათლების სისტემა რო ძირეულად ამოსაბრუნებელი, ამას ორი აზრი არ არის. იქ 30 წლის განმავლობაში ისეთი რამეები არის დალექილი, რომ იმის თერაპიული გზით კურნალობა შეუძლებელია, ხოლო რამეები და ბინეები. რა თქმა უნდა, ხოლო ქირურგია. ხოლო ქირურგიული გზით. და პირველი და აუცილებელი არის სწორედ ეს ერთიანი სახელმძღვანელოების შექმნა. ერთი ყველა სკოლისთვის ერთი სახელმძღვანელო უნდა. ჯერ პირველი განსასაზღვრია პრიორიტეტები. რას ვასწავლით? ორი ადამიანები და გაიზარდოს, ანუ ეს ყველაფერი არის პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს, ეს პირველ რიგში. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მე მაგალითად ახლა ვუყურებ, მე როგორც ასე ყოფილი კომაროველი, მათემატიკის სახელმძღვანელოებს ვუყურებ, ხოლმე რამდენჯერმე შევხედე ხოლმე ჩემი შვილის მათემატიკის სახელმძღვანელოს, რაღაც კატასტროფა იყო. აბსოლუტური. მათემატიკას და საერთოდ მთელი ეს საბუნებისმეტყველო საგნები ფაქტიურად არ ისწავლება. გეოგრაფია და ბიოლოგია და ქიმია ერთად, ისტორია და გეოგრაფია ერთად. ეს ხო საერთოდ ნონსენსია. ისტორია და გეოგრაფია ერთად რატომ? არა, გავიგე კი ბატონო, რომ დაუშვათ თერმოპილეს გადასასვლელზე 300 სპარტელი შეებაქს ერთსეს არმიას და იქ ვიწრო გასასვლელი არის გეოგრაფიული გარემო არის აქ მონაწილეობს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ გასაგები ამაზე მოახლა უკვე no comment ასე რომ ვთქვა ხო? უკომენტაროთ. აი ესეა მოკლედ საქმე და ამის შემდეგ მოდის უკვე უმაღლესი განათლება. უმაღლესი განათლება კიდევ გავიმეორებ, რაც დასაწყისში ვთქვი, რომ უმაღლესი განათლების სტრუქტურა, გამოშვების სტრუქტურა, ანუ იქ სწავლის სტრუქტურა, მიღების და იქ ასე ვთქვათ, პრიორიტეტების პროფესიული პრიორიტეტები ამ სტრუქტურიდან რა ჩანს, არის საერთოდ აცილებული რეალურ შრომის ბაზართან. ხოლო რეალურ შრომის ბაზარზე სტიქიურად ვერასდროს ვერ გაჩნდება ზუსტად ისეთი მოთხოვნა, როგორც განვითარებისთვის არის საჭირო. ეს მხოლოდ ლიბერალურ სიზმრებში არის ესე, რომ ბაზარი წვეტავს განვითარებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. როგორც წესი ესე არ ხდება ხოლმე, ამიტომ ჩვენ და ისევ დავუბრუნდეთ ცნებების, კატეგორიების და დეფინიციების დონეზე. უნდა შევთანხმდეთ, რას ნიშნავს ეკონომიკა. ეკონომიკა ბუღალტერიაზე ცოტა მეტია. და შედგება ორი სიტყვისგან მოიკოს ნომოს, ანუ შინამეურნეობა, ანუ ოჯახის საოჯახო მეურნეობა, სახელმწიფო დასახლება სახელმწიფო დაშინა განიხილება როგორც ერთი დიდი ოჯახი. და იმის მართვა. და მისი მართვა და მისი მეურნეობის მართვა, ხომ? და ამის განვითარებისთვის ახლა სახლის მშენებლობა და სახლის ოჯახის განვითარება და სახლის მშენებლობა პროექტის გარეშე, რომ დღეს ახლა თავისუფალ ბაზარმა მოითხოვა ტუალეტის აშენება, ხვალ აბაზანის ზეგ სამზარეულოს მერე უცებ ტუალეტში არ მოეწონა რაღაც და ეგ შეცვლა რაღაც. საბოლოო ჯამში სახლს ვერასდროს ვერ ააშენებ, ან მიიღებ რაღაცა ისეთ მეთოდის ისეთ გროვას, რაღაც უსახურ გროვას, რომელსაც სახლს ვერ დაარღვევ. ახლა იგი არისტოტელეს ტერმინია ეკონომოს და ხრემატოს, ხრემატისტიკა. ხრემატოს არის ნიშნავს ვნებას. ანუ სიხარბის ვნება. ამ შემთხვევაში მიმას თავის ლოგიკა აქვს, მაგრამ მისი ლოგიკა მიდის იქითკენ, რასაც ბზანებ, ანუ ესე იგი გროვებამდე და ქაოსამდე და სადაც არ არის, რომელიც არ ითვალისწინებს საერთო სიკეთეს. ეკონომოს თუ ითვალისწინებს ისეთ მართვას, რომელიც საერთო სიკეთეს ითვალისწინებს, ეს ხრემატოს, ანუ ხრემატისტიკა არის სიხარბის ვნების იმგვარი მიშვება, რომელიც საერთო სიკეთეს არ ითვალისწინებს, არამედ ვნებს. გამორიცხულია პირიქით. ამ შემთხვევაში პირიქით გამორიცხავს. ხო და სწორედ ეს არის, რომ შრომის ბაზარზე განათლების და პროფესიების მოთხოვნა ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება თავისუფალი ბაზრის მიერ. ეს უნდა განსაზღვროს პირველ რიგში სახელმწიფო ამ შემთხვევაში.
ჩვენ მოკლედ მე აქ მაინც უყურებ რომ პირველ რიგში ყველაზე მთავარი მოთამაშე არის სახელმწიფო, ვინაიდან ადამიანების ცხოვრება, მათი კეთილდღეობა, საშუალო ფენისად მიკუთვნილება, ან თუ მდიდრების თუ ღარიბების მიმართ კუთვნილება მაინც უფრო სახელმწიფოს პრეროგატივაა, ვიდრე კორპორაციების. კორპორაციების მთავარი ამოცანა არის თავისი შემოსავლის გენერირება და სანამ გამოყენებადი არის ნებისმიერი დასაქმებულის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება. და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ კორპორაციები უფრო ესე ვთქვათ, კორპორაციული მართვა უკეთესია ვიდრე ეფექტურია. ეფექტური არის შენი შრომითი რესურსების ბოლომდე გამოყენების ამბავში. მაგრამ როდესაც საქმეზე მიდგება, აღმოჩნდება, რომ ყველაზე ცუდად ორგანიზებული სახელმწიფო გაცილებით უფრო ადამიანისთვის გაცილებით უფრო ასე ვთქვათ ჰუმანური და სასარგებლოა, ვიდრე ყველაზე უფრო კარგად ორგანიზებული კორპორაცია. და პირიქით, რას უფრო კარგად ორგანიზებულია კორპორაცია, მით უფრო ხისტი და მკაცრია მის წესები. კი ბატონო. ახლა ეს არის. ეს სხვათა შორის გეჩავე ვიტყვი ორი სიტყვით რაც ხდება ახლა ამერიკაში. ხომ ეს არის ელიტარული კორპორაციების ჩანაცვლება მათთვის სისტემის. და შესაბამისად იმ მოტივით დავაკვირდეთ კარგად, რომ სახელმწიფო არის საშინლად არაეფექტური და კორუმპირებული, ხომ? დიახ. ახლა დანიშნეს იქ პატრიციული მასკი სახელმწიფოს ეფექტურობის სამინისტროს ხელმძღვანელად თუ დეპარტამენტის რაც დაარქვეს, ხომ? სწორედ ეს იდეოლოგია და მართლა ტრილიონებია იქ დახარჯული და ასე შემდეგ და ასე. გასაგროვია და მათ შორის ძალიან არაეფექტურად, მაგრამ ხო და აი ეხლა რაც მოხდება ამასთან დაკავშირებით. აი ხა როცა ჩანაცვლებიან, ესე ძალიან საინტერესო პროცესი შევიდა და აი რაც ეხლა ვთქვი მე დაახლოებით ამას გამოკიდან გამომდინარე. ამას ნელა იყოს. ხო, იმიტომ რომ იქ რა თქმა უნდა უამრავი სისულელე იქნება ჩადენილი. მაგრამ ნუ ახლა ესეთი სახელმწიფო სისტემა იყო, რომელიც ნუ რა თქმა უნდა იმხელა სახელმწიფო სისტემაში იმდენ კრეტინიზმს იპოვე, რომ ვაგონებით ვერ გაიტან რა. სხვათა შორის ფორტ ნოქსში შედის ტრამპი. იქაც ფორტ ნოქსიდან უკვე ფორტ ნოქსი არის ბოლო ნაბიჯი, სანამ მივა ფედერალურ რეზერვამდე. აი მან დაიწყება მთავარი, ესე ვთქვათ, მოვლენები, გლობალური მოვლენები, არა ეკონომია, ამაზე მე ვილაპარაკოთ, დაუბრუნდეთ ჩვენ განათლების სისტემას. ხო და სწორედ ეგ არის რა, რომ განათლების სისტემის აი ეს განვითარება სახელმწიფოს განვითარების ეკონომიკური და სოციალური და სოციალურ-ეკონომიკური ერთდროულად ცალკე მხოლოდ ეკონომიკური განვითარება და მხოლოდ GDP-ს და არ არის ბედნიერება. თავარი არის ამ GDP-ს ნაზრდზე რამდენს მიუწვდება ხელი. სხვათა შორის აი ეს წინა გადაცემებში რაც რაზეც ვილაპარაკეთ იმ საშუალო ფენაზე ის აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა განა 2009 წლამდე არ იყო. იყო და ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდაც იყო, მაგრამ იმ ნაზზე ძალიან ცოტას მიუწვდებოდა ხელი. და ამიტომაც იყო, რომ საშუალო ფენის ქვედა, შუა და ზედა საშუალო ფენის ჯამური წონა 2009-ში იყო 13%. და ეხლა უკვე შედარებით მეც მიუწვდება ამ ეკონომიკის ზრდაზე ხელი და ამ სიკეთეზე და აქედან გამომდინარე უკვე 56%-ია, ხო? ეს ძალიან კარგია. მაგრამ ეს თვითდინებით შენარჩუნებული ვერ იქნება. მაშინაც თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ყველაზე დიდი აი ამ საშუალო ფენაში ყველაზე მეტი არის თვალსაჩინო 38% არის ქვედა საშუალო ფენა. ანუ ის ოჯახები, რომლებიც 75-90%-ით აკმაყოფილებენ 51 კრიტერიუმს, რომელიც მიხედვით საშუალო ფენა შეფასდა. მაგრამ ეს ფენა თუ ესენი შუა და ზედა საშუალო ფენაში, ანუ 90-100%-ით საშუალო ფენა, ან 100%-ით საშუალო ფენაში თუ არ გადავიდნენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფეთქებად საშიში ფენაა.
ვინაიდან როცა სიღარიბის სხვადასხვა იპოსტასებზე ვლაპარაკობდით, რაც უფრო ზედა ზღვარს ძლევს სიღარიბისას, მით უფრო უკმაყოფილოა ადამიანი, რომ კიდევ უფრო ზედა ზღვარი არაა დაძლეული. ხოლო უკვე დაძლეული სიღარიბი არავის არ ახსოვს. აქ ერთ-ერთი ფუნდამენტური და ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის განათლება, რომელიც აი ამ მოსალოდნელ პრობლემების პრევენციის საშუალებას იძლევა. ვინაიდან განათლებული ადამიანი უკვე რაღაც უფრო მეტად აანალიზებს რაღაცას. მეტი პასუხისმგებლობაც აქვს. პასუხისმგებლობაც უფრო მეტი აქვს, მაგრამ კიდევ მეორე განათლება მხოლოდ განათლებისთვის არ უნდა იყოს. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როცა ხალხი სწავლობდა მხოლოდ იმისთვის, რომ ორი მოყავს ყდა მიეღო და დიპლომირებული ყოფილიყო. განათლებას უნდა ქონდეს თავისი მიზანი, თავისი დანიშნულება, თავისი შედეგი. ანუ არის ესეთი რაღაც ეგეთი ტერმინი განათლების ლიკვიდურობა. საზღვარი ტერმინია, მაგრამ ანუ აი ანეკდოტს ეხმიანება აი გამაადგა რომ ანუ რა დიპლომის მიიღე, იმას რაში გამოიყენებს და რეალურად რაში გამოგადგება. და ნუ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა მე მაინც გონი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ეს Google-ის კურსები ჩვენთან. ამიტომ რომ ჩვენთან განათლების სისტემა, განათლებაში, განათლების მიღების თვალსაზრისით აი ახლა შენ სიგვდილით მე ჩემს სიგვდილით ხო უყურებ განწყობებს ხო როგორია რა თუ სადღაც არ წავიდა განათლების მისაღებად, აქ განათლების მიღება შეუძლებელია. რაზე ლაპარაკი კაცო, როდესაც მთავრობას ან პარლამენტის წევრებს აცხადებდნენ სუაგერ მოკლე პერიოდის წინ ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იყენებდნენ იმას თუ სადმე უცხოეთში მიიღეს. ხო, ნუ მაგაზეც აქვს გალაქტიონს ერთი პატარა ლექსი, ვინც ევროპას გავამგზავნეთ. ერთად თუ გინდა ცალკე თუნდა ყველა რაღაც უცნაურად არეკილი დაგვიბრუნდა. მედიდური უცხოელი აწერია იმათ სახეს, ყველაფერი უკეთური აქ სიკეთებ დაგვისახეს. ხომერი არის კიდე გაგზელება რა აღვინა. მოკლედ ეგეთი რამეა. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე, განათლების ხარისხზე და მის თავსებადობაზე ჩვენ მოთხოვნილებებთან. ანუ პირველი განათლების ხარისხი და აი სტრუქტურა. ასე იგი ჩვენ რა გვაქვს პარადოქსალური ვითარება, უმაღლეს განათლების სისტემას გულისხმობ, მე ერთმანეთ ჩემმა მეგობარმა დაწერა იქ რომ უამრავი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი გაიხსნა და ეს კარგია, რაც მეტი გაიხსნება, მით უკეთეს და რაც მეტად იქნება ის თან უფასოა სწავლა, რაც მეტად იქნება ის თავსებადი ბაზართან. ძალიან კარგია, ამას მივესალმებით, რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენ გვაქვს განათლების, უმაღლესი განათლების გასგულისხმობა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად მოწყვეტილი, დიდწილად მოწყვეტილი მოთხოვნილებებს და მთავარი არის ის, რომ პრიორიტეტები არ არის განსაზღვრული. რას ვაშენებთ, რას ვაკეთებთ, რისთვის არის მაგალითად ესა თუ ის უნივერსიტეტი გახსნილი, რატო ღებულობენ იქ თხილუბრალოდ, რატო არის რომ ღებულობენ ერთი ტიპის განათლებას, აქ მოთხოვნა არ არის და მე ეს უზარმაზარ პრობლემებს აჩენს. ხომ, იქ ხარისხის თემაზე ლაპარაკი ზედმეტია უკვე. მოდი გავიხილოთ მაგის მაგალითად, ახლა საბჭოთა კარგახნის წინანდელია და დავუშვათ მაშინ ბნელი იყო ხალხი, ხო? ეგრე არ მიმაჩნია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ მაშინ ბნელი იყო ხალხი. დღეს ჩინეთის განვითარება დაიწყო ჩინეთმა ეს ეკონომიკურად რომ შევხედოთ ახლა წყიდულნარიანობის პარიტეტით 2023 წლის თვალსაზრისით ჩინეთის ეკონომიკა არის 37 ტრილიონი საერთაშორისო დოლარი. ხოლო ამერიკის 27 ტრილიონი. ანუ პარიტეტის მიხედვით. ხო, წყიდულნარიანობის პარიტეტით ეს შედარება თუ გინდა ესე უნდა შეადარო. გაცვლითი კურსით შედარება არის დაუშვებელი. შემდგომ ჩინეთის ეკონომიკაში რეალური ეკონომიკის წილი არის 26%, 26-27%. ამერიკის ეკონომიკაში 10%. მომსახურების წილი, მომსახურების ეკონომიკის დერივატივები და რაღაცები. მაგის მომსახურების ეკონომიკის წილი არის ამერიკის ეკონომიკაში 80%,
ჩინეთის ეკონომიკაში 53%. ჩინეთის ეკონომიკაში მზარდია ეს მომსახურების წილი, იმიტომ რეალურად რეალური ეკონომიკის ზრდას აუცილებლად მოყოლება მომსახურების ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ამერიკაში ეს უკვე დამეტანია, მეტისმეტია. მაგიტომ არის ახლა რომ ტრამპი ესე ნაჯახით მუშაობს რეფორმებზე. მოიზიდოს უკან რეალური ეკონომიკა. მაგრამ რეალური ეკონომიკის მოზიდვას წინ უდგას დიდი პრობლემა. ჩინეთი უკვე აღარ არის იაფი მუშახელის ქვეყანა. სადაც ერთი ჯამი ბრინჯის საფასურად თელ დღე მუშაობს. ჩინეთში უკვე საკმაოდ ძვირია მუშახელი, მაგრამ ჩინეთს აქვს დიდი უპირატესობა. ყველა პროფილის სპეციალისტი არის თავმოყრილი ერთად. ცოდნის ეკონომიკა შეიქმნა, ცოდნის ეკონომიკა შეიქმნა და აი ამ ცოდნის ეკონომიკას განათლების სისტემა უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებით ამარაგებს ყოველწლიურად აი გიგანტურ სისტემას. და დაუშვათ ახლა ტრამპმა რომ წაიღოს აი დეტროიტის ჟანგიანი სარტყელი. აი თელი დიდმორნის ქარხნები, ფორდის ქარხნები, კვალიფიციური მუშახელი. ის რომ წაიღოს და დადგას იქ, აღარ არის მუშახელი. გადაჩვეულია. ერთი გადაეჩვიან ამერიკელებს მუშაობას, ისეთი მუშაკები როგორც ახლა 40-50 წლებში იყვნენ, აღარ არიან, ეს ერთი. მეორე, ნუ ნაწილი მოხდა უბრალოდ, ნაწილი გაიფანტა და ნაწილი კიდე არის ეგეთი უმუშევრობაში ცნება. არასრულ დასაქმების და ფარული უმუშევრობის მერე არის ხანგრძლივი უმუშევრობა. კი ბატონო. ხანგრძლივი უმუშევრობა იწვევს დეკვალიფიკაციას. კი ბატონო. დაუშვათ ახლა აი ეს ცნობილი რომელიღაც ცნობილი ბრბოლელი რო თქვა მაგალითად შუმახერი ან ნიკი ლაუდა ან ვიღაცა თუ ის 20 წელი ხოლო წვანეწყიდი შეიძლება მერე 20 წლის მერე ავარია მოვიდეს ხო? ანუ ეს პროფესია და პროფესიონალიზმი მუშაობის პროცესში იხვეწება და დიდი ხნის უმუშევრობის შემდეგ ეს იჟანგება რა. თან უამრავი ფაქტორი არა მარტო ერთი ადამიანის დეკვალიფიკაცია, იქ კოლექტივები, იქ თელი ამ სანამ შეიქმნება გაიზრდება. გარდა ამისა არ დავაუწყდეს ის რომ ფარდობითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშახელი მაინც გაცილებით ძვირია ვიდრე ჩინეთში. კი ბატონო. სწორედ მაგ მიზეზით იყო გადატანილი და ეს ხალხი კიდევ მიეჩვია იმას რომ PR მენეჯერობაში საკმაოდ დიდ თანხას იღებენ და ნუ მოდეში და დაზგასთან დგომა არა ადვილი საქმე. ო საერთოდ კი ერთი ამერიკელი მელაპარაკებოდა სხვათა შორის მაგას ზუსტად 3 დღის წინ რომ აბსურდია, იმიტომ რომ აქ ჩინურ წარმოებებს ვეღარ გავაკეთებ ჩვენო. კი, ვეღარ გავაკეთებ, და ვერანაირად აქვს სხვა მენტალობა ჩამოყალიბდა. ვთქვათ ეგრეა, ის თან კომპეტენტური ადამიანია. ხო, ნუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმასაც ამას უბრალოდ გარედან რასაც უყურებ და რასაც ხედავ იქიდან გამომდინარე ვაკეთებ. აი ჩვენთანაც ეს მდგომარეობა ხო არის ახლა გადაჩვეულია? ძალიან დიდი პრობლემა იქნება ჩვენთანაც. ყველა ავს მაგალითად რომ არ არის სამუშაო. დასაქმების შესაძლებლობა. მაგრამ ამ დროს მაინც ფლატას არ ყველაფერი რა. აი მე ვისაც ვიცნობ ყველა ამას რომ აი მუშახელის შოვნა არ არის ადვილი საქმე. არა, აღარ არის ელემენტარულად შემოყვანაზე ფიქრობენ და რატო ახლა ეს რა შეა საქმე კიდევ ერთი რამ იგივე ამერიკაში იქნება თუ სხვაგან ეს დეინდუსტრიალიზაცია რო ხდება, დეინდუსტრიალიზაცია შედეგი არ არის მარტო დაუშვათ უნარჩვევების დაკარგვა და კვალიფიკაციის დაკარგვა. ეს ნებისმიერი ინდუსტრია გულისხმობს უამრავ კომპონენტს. რა თქმა უნდა. მათ შორის კვალიფიციური მუშახელი ხო არის. ამის გარდა იგულისხმება ეს კვალიფიციური მუშახელის გარდა იმის წარმოების მოწყობა. წარმოების მოწყობა, კოლექტივის ჩამოყალიბება, მენეჯმენტი, მე ბაზარი, იმის მენეჯმენტი და ასე შემდეგ, ანუ სისტემის ხელახალია წყობა ძალიან რთული რაღაცა, მით უმეტეს როცა ორგანულად გაზრდილ წარმოებებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო შენ მიზანმიმართულად ანგრევ და გადაგაქ სხვა ქვეყანაში, როგორც ეს მოხდა დაუშვათ შეერთებულ შტატების შემთხვევაში, ხო? ეს ხო წმინდა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება დაუშვათ, როცა ჰენრი კისინჯერის და რიჩარდ ნიქსონის და დენ საოპინის შეთანხმების შედეგი. და ჩვენ შემთხვევაში დეინდუსტრიალიზაცია დაუშვათ ჩვენ და პოსტსაბჭოთა სივრცეზე ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო პირდაპირ იყო დავალება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტზე, რომელიც მართავდნენ აქ სიტუაციას, რომ მოეკლათ
წარმოებები. ხო, მე მახსოვს 90 ინდუსტრიები, მთელი მაგალითად ჩაის ინდუსტრია მოკლეს. ზუსტად აი 95 წელს მარტინ ბაუერი შემოვიდა, მე მახსოვს აქ მაშინ ჭყლოპინი ინვესტორი შემოვიდა და ავშენდით, მაგრამ ახლა ამ გადასახედიდან რო უყურებ სიმწრე-სიცილი მივარდა. რამდენიმე მილიარდიანი უბრალოდ შეხედე მარტინ ბაუერის ბიზნესის გეოგრაფიას და ინახო რომ უზარმაზარი ჩაის პლანტაციები შემოვიდა კონკურენტის მოსაკლავად. რა თქმა უნდა. და რამდენიმე 10 მილიონად კონკურენტი მოკლა და ახლა ბაზარი აიღო. თანაც ახლა ეს ამის არითმეტიკა რო ავიღოთ, არითმეტიკულია, ხო? რო ავიღოთ საბჭოთა კავშირის ჩაის ბაზარზე 270 მილიონზე და სხვადასხვანაირად გადიოდა ეს კუპაჟირებული ჩაი და ასე შემდეგ, ხო? რო გვახსოვს, ხო, საქართველოს თაიგული და ასე შემდეგ, ხო? ეს რამდენი ახლა 270 მილიონი 300 მილიონიანი ბაზარი 300 მილიონი მოსახლე არის მინიმუმი ავტარქიული ეკონომიკისთვის მინიმუმ აუცილებელი ავტარქიული ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად. ეხლა საქართველოს მე ხა ძალიანაც რომ მოინდომოს საქართველოს მასშტაბი არ არის ისეთი, რომ საქართველოს შეძლოს სრულად ავტარქიული ეკონომიკის ჩამოყალიბება. რაც უფრო მეტად ავტარქიული იქნება, რა თქმა უნდა, მით უკეთესი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მთლიანად ჩვენ სისტემაში ჩაკეტვა ვერ შეძლოთ, რა თქმა უნდა. საბჭოთა კავშირს ეს თავისუფლად შეეძლო, რა თქმა უნდა. საქართველოს ერთადერთი ფაქტურად მომარაგებელი ჩაის. საბჭოთა კავშირი პლუს აღმოსავლეთ ევროპა ჯამში ეს იყო დაახლოებით 300 მილიონი, რაც სრულად საკმარისი არის ავტარქიული ეკონომიკის შექმნას. ხო და ისთვის შემოვიდა მარტინ ბაუერი, მაგრამ რომ დავამთავროთ ბოლომდე, იმისთვის შემოვიდა პოტენციალი არსებობდა აქ რომ დაუშვათ ინვესტორს, აი როგორც მაგალითად ბორჯომის შემთხვევაში, ხო? ხო, ბორჯომის შემთხვევაში იქ პრობლემები იყო, იქ დაუშვათ ნიტრიტების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემოვიდნენ ახლა იქ კიდე ეს ცალკე საკითხია, როგორ რანაირად დღეს 400 მილიონი ბოთლი იყიდება, ხო, ძალიან დიდი რაოდენობით არ დგა ეს ისა და ერთადერთი ბრენდია, ხო? იგივე ეს პროცესი რომ არ მომხდარიყო ჩაისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ქართულ ჩაის ახლა იმ მასშტაბით, რა თქმა უნდა, ვერა გარკვეული რაოდენობით დაიკლებდა, მაგრამ აქ ჰქონდა იმის პოტენციალი, რომ ეს ბაზარი შეენარჩუნებინა იმ შემთხვევაში, თუ დაუშვათ იქნებოდა ესეთი გამჭრიახი სახელმწიფო მიდგომა, ხო? და შესაბამისად ახლა შემოვიდა ეს დივერსია ჩაატარეს და ნახეთ, რომ ჩვენი ესე იგი მთელი ეს ინდუსტრია გადავიდა თურქეთში, გადავიდა აგერ აზერბაიჯანში გადავიდა, რომლებიც ცხინვალეთ დაუშვათ სარგებლობენ ამით. ხო, მარტივია და ასეთ კიდე ბევრი სხვა რამეა სხვათა შორის საქართველოში, რომელიც გააჩერეს მიზანმიმართულებით. განათლების საკითხებს დაუბრუნდეთ. რა გამოსავალია? რა უნდა გავაკეთოთ? გამოსავალი პირველ რიგში სწორედ ეს რეფორმა როგორც არის სახელმძღვანელოების მოწესრიგება და პრიორიტეტების განსაზღვრა, ამისთვის კიდევ მეორე განათლების სისტემაში თერაპია არ უშველის ამას. ახლა ჩვენ თუნდაც საერთაშორისო განვითარებულ მოვლენებში ვნახეთ უმძიმესი მდგომარეობა, რაც არის იქ ეს ბავშვების რაღაც აქციებზე წაყვანა და რაღაც ესულელები, ამასთან დავანებოთ კიდე. ახლა რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამისთვის აუცილებელი არის მაინც რომ ქვეყანას ჰქონდეს განვითარების სტრატეგიული გეგმა და სწორედ ამას აეწყოს განათლების სისტემა რა. ზუსტი ეს მხოლოდ მასე. სად რა კადრი გვჭირდება? აი ეს ამის განსაზღვრა და ამ კადრების მომზადება. ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო და საჭირო საქმე არის განათლების ლიკვიდურობის შესწავლა. ამას სჭირდება ძალიან დიდი მასშტაბის გამოკითხვის ჩატარება. ოღონდ ეს გამოკითხვა უნდა იყოს აუცილებლად პირისპირი გამოკითხვა. ეს აუცილებლად უნდა ჩაატაროს ხოლმე სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. სხვა სამის ჩატარების რესურსი არ აქვს. არის მაგალითად ახლა მე მთავრობას ვუჩერდი რომ აი ესეთი მასშტაბური გამოკვლევა დააფინანსოს. რომ ჩატარდეს განათლების ლიკვიდურობის კვლევა, აქ არის ერთი დიპლომის მიხედვით პროფესიები რა აქვს, რეალურად სადმუშაობენ, რეალურად რამდენად
შეესაბამება ეს დასაქმება და ეს პროფესია რამდენად გამოადგათ ეს განათლება მნიშვნელოვანია კიდე ამიტომ არის დიდი შერჩევა საჭირო რომ რომელ წლებში მიღებული განათლება რამდენად გამოსადეგია ძალიან მასშტაბური კვლევა მაგრამ საჭირო გავიგოთ ზუსტი სურათი დიახ ეგ არის ეს არის აუცილებელი რომ განათლების ახლა 4-ნიშნა კოდების დონეზე შეფასებები შეიძლება ვერ დადო 4-ნიშნა კოდების დონეზე მაგას აღწერა ჭირდებოდა აღწერა ძალიან ძვირი საქმეა ახლა ამას უზარმაზარი კითხვა არ ჭირდება ეს გამოკვლევას ამისთვის ნუ რაღაც 30-იანი შერჩევა ჭირდება რომ რაღაც სურათს მოგცემს ხო კი 2-ნიშნა კოდების და შეიძლება რაღაც ალგებრივ პროფესიებში 3-ნიშნა კოდების დონეზე რეპრეზენტატიული შეფასებები რო დაიდოს კი ბატონო ახლა ამის გარდა პრობლემა გვაქვს ჩვენ ასევე მაგალითად იგივე მოდი ასე ვთქვა დისერტაციებთან დაკავშირებით. ეგ ცალკე. ანუ აქ რაზე ელაბორატი რომ მაგალითად როდესაც კვლევად როდესაც აი დისერტაციას იცავს ადამიანი, ეს უნდა იყოს აქტუალური, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ეს უნდა იყოს გამომდინარე ინტერესებიდან, გარკვეული რა გითხრათ საზოგადოებისთვის უნდა მოქონდეს სახელმწიფოსთვის სარგებლობა. მე მაგალითად ხარისხი მაგიტომ არ დავიცავი რომ უყურებდი ამ სურათს. მე დიდი ხანია მუშაობ სიღარიბის დიაგნოსტიკა ანალიზის საკითხებზე. საქართველოში ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამაზე რაღაც კვლევები გააკეთა. 90-იანების ბოლოს შემდეგ მულოვანების დასაწყისში შემდგომ ერთი პერიოდი ვფიქრობდი ხარისხის დაცვას, მაგრამ მე სურათსაც რასაც შევხედე, რა თემებზე როგორ იცავდა ხალხი ამ ხარისხს არ ჩავთვალე საჭიროდ რა. ეს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული თემაა. ერთ-ერთი კი არა, მთავარი თემა არის ერთ-ერთი. ეს ყველაფერი მთავარი აქვს, მაგრამ ნუ აი აკინძულია ეს და თუ ეს არ იქნა ერთი სისტემა. სკოლიდან ბაღიდან იწყება. ერთიან სისტემაში უნდა კომპლექსური მიდგომა ჭირდება. რა თქმა უნდა, ხა ნუ მაგის შესწავლა ხა მაგაზე მე რა უნდა ვთქვა. ერთი აზრი რაც მაქვს ის არის რომ თვითონ აი ეს ხარისხს ვინც მიიღებს ჩემი აზრით, ხო? იმან მთელი თავისი ცხოვრება უნდა ამტკიცოს რომ ამ ხარისხის ღირსია. ანუ იმ მიმართულებით რაღაცები უნდა დადოს. მაგალითად მე ვიცი ერთი რაღაც მეთოდი არის ნობელის პრემიას რომ მიიღებენ რაღაცა ეკონომიკის დარგში მას აქვს რაღაც ამ ლაურეატს აქვს რაღაც ძალიან დიდი შესაძლებლობები მასზე მოთხოვნა იზრდება რაღაც აზრზე და თუ ის რაღაც პერიოდის განმავლობაში ამ მოთხოვნებს ვერ აღმოყოფილებს იმას მე უფრო გაწევენ ხოლმე განზე ნომინალურად ითვლება ნობელიანტად მაგრამ მის აზრს აღარ აქვს ესეთი წოდება მე ესე მგონია ხა ამ საქმეში ხო ნახე ბლოკუნი დავიწყე რა იმიტომ არ ამაზე არ მაქვს ესეთი ჩამოყალიბებული აზრი რა მაგრამ რასაც ვფიქრობ ეს არის ერთი რომ ადამიანი რომელიც დაიცავ მიიღებს სამეცნიერო ხარისხს ეს უბრალოდ ხარისხი არ უნდა იყოს რომ დიპლომს აიღებს ერთხელ და აწლამარადის და უკუნისამდე ექნება რა იმან მთელი ცხოვრება უნდა ამტკიცოს რომ აი ხარისხის ღირსია კი ბატონო ეგ არის რა თქმა უნდა თვითონ მაგ კრიტერიუმებია თვითონ უბედურება ის არის და არა მარტო ჩვენთან სწორედ ეგ კრიტერიუმია ციტირების ინდექსები და ასე შემდეგ აი ჰირშის ინდექსით ოპერირება ნუ ხა კი საინტერესოა ხო საინტერესოა კი ერთ-ერთია ეს და არა ერთადერთი ეს არ უნდა იყოს ერთადერთი იმიტომ რომ იცით თვითონ მეცნიერება ცხოვრება ეს არ არის ესეთი წრფივი სამყარო რა, სადაც მხოლოდ რაღაც დროში ხარ ერთ მონაკვეთზე ხარ მხოლოდ ასყობილი რა. ეს მრავალგანზომილებიანი სამყაროა და ერთი და ერთადერთი კრიტერიუმი არ შეიძლება გქონდეს. რა თქმა უნდა, საერთოდ წრფივი სამყაროები რეალობაში არ არსებობს. კი, ახლა წრფები ჩვენი გამოგონილია და ძალიან გვინდა და ძალიან მარტივად აღქმადია, მაგრამ ცხოვრება არ არის ესეთი მარტივი. კი ბატონო, ჩვენ ვამარტივებთ ხოლმე ამ ცხოვრებას ხელოვნურად და მე ამის ტყვეობაში ჩვენთან ვარდებით ხოლმე.
აი ეს მართლაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ერთო ჩემი. ალბათ, კი, იმიტომ მე ხა ესეთი ხარესამეცნიერო ხარესხის მქონე ხალხი მინახავს ცოტა ძინაშტაბიჯილებას ახდენენ, კი, ბევრი მათგანი, ახლა მეც მქონდა ამის პრაქტიკა და სამწუხაროდ ესე იგი ასეთი არაადეკვატური ხშირ შემთხვევაში ხა რაც ჩვენ ნახეთ ახლა ამ აქციების დროს, როცა ლექტორები იმის მაგივრად რომ რაღაც ცოდნა გადასცენ რაღაც სიგიჟეებს უნერგავდნენ თავიანთ სტუდენტებს, ხო? ეს ტრაგედია იყო ნამდვილად ლოგიკური შედეგი იმის რაც გვაქვს. რა თქმა უნდა ეს არის სწორედ ამ განათლების სისტემის რადგან მე ვთქვი რომ თერაპიული მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია მხოლოდ ქირურგია ჭირდება მე ვთქვი. კი ბატონო, ახლა მართლა ქვეყანა გამეცნიერდა ასე ვთქვათ და შედეგად მივიღეთ აი ასე ვთქვათ ასეთი საოცარი შედეგები ახლა აგერა მეცხოველეობა უნდა გადაატრიალოს. ხო, აი ზუსტად ასეთი სიტუაცია სამწუხაროდ არა და ნებისმიერი ასეთი ჩემი აზრით ნებისმიერი დაცვა იმ უბრალოდ დოქტორ ხარისხის უნდა იყოს იმგვარი რომ ინოვაცია იყოს და იწოვდეს საზოგადოების იმ ნაწილში და მაინც თელ საზოგადოებას არ გულისხმობ იმ ნაწილში მაინც რომელიც ამ სფეროშია უდიდეს მოვლენა უნდა იყოს და ეს უნდა იყოს ნამდვილად პრესტიჟის საკითხი და ასე შემდეგ და ჩვენთან ძალიან სამწუხაროა რომ აი ეს ასე ვთქვათ მოდი დაუკარგეთ ამას ჩვენ ფასი. ხო, მე კიდევ მეორე მაქსპეროში დევალვაცია მოხდა. მაგიტომაც არა ვარ მაქსპეროში რაღაცა იგებს გზნობდი და მე მაინც კომპეტენტური მან არა ვარ, მაგრამ რასაც უყურებ დაახლოებით ეგეთი წარმოდგენა რომ მქონდა, მიტომაც არა დავისავე სამეცნიერო ხალხი. ხო, ესე ძალიან სამწუხარო მოვლენა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე გადაცემის დასასრულს მივახლოვდა ჩვენი გადაცემა, ახლა ქართლის ჭირსა ვერ ვინ მოსთვლის. არ ბძენი ენა მჭევრია თქო. და განათლების სისტემაში არის საჭირო სისტემური რეფორმები და ამაში უნდა იყოს ჩართული საზოგადოების, ასე ვთქვათ, აქტიური და განათლებული ნაწილი. რომ აი ეს აღმოფხვრათ ჩვენ ეს პრობლემა დავიწყოთ მაინც. იმიტომ რომ ახლა რაღაცა ესეთი საოცარი დისჰარმონია გვაქვს ამ სისტემაში და ეს ყველაფერს როგორც გითხარით სტრუქტურები რაღაცა ორი სხვადასხვა რაღაცა რა. კი ბატონო. გამოშვება პროფესიების მიხედვით და დასაქმება რეალურად პროფესიების მიხედვით. ორი სხვადასხვა რამე. ჩვენ გავაგზავნებთ ამ საკითხებზე ლაპარაკს, მოწოდებებს, როგორ უნდა იყოს სინამდვილეში ამაზეც ვისაუბრებთ, რა უნდა იყოს, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, ხო? როგორ უნდა აეწყოს სისტემა. არ ვიცი, ხელისუფლებას დიდი დრო ქონდა ამისთვის, მაგრამ ვინაიდან იყო ზეწოლა და ვინაიდან ამას ჩარეული იყო დიდი პოლიტიკა. სპეციალიზ განათლების სამინისტროს და განათლების მინისტრს მეც მოვისმინე და თქვენც მოვისმინეთ. რაღაც შევარდნაძის მაგ სამინისტროში მე ვერ ნიშნავ მინისტრს რა. ხო არა, ეგ რა. ამას ეგეთი იყო, ხო. ეგ ახლა დიდი პოლიტიკა არის, ეს არის სწორედ ეგრეთ წოდებული USAID-ის ასე ვთქვათ კადრები. აგერ გერმანიაში ხედავთ შედეგს. კი, გერმანიაში ხედავთ. და ისიც არ დაგვაიწყდეს. 60-იანების გაბრაზებული ახალგაზრდები და დუნახო ამერიკის კოლექტიური სტუმრები. ჩვენთანაც ხომ იყო 60-იანების ახალგაზრდები ის ნუგეშინია დედაში რო არის ჯაყორო შვებულებით ჩამოვა ჯარიდან და დუნახო ამერიკთან რო ალაფურშეტი დახვდება. აი ეს ხალხი. ის ხალხი ახლა არიან ესეთი უკვე ჭაღარამოსილი ხალხი, ხსოვანი ლაწირაკები ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ლაწირაკი სულიერი მდგომარეობა და ასაკს არ აქვს ამასთან. ბებერი ჰიპები. ხო, ბებერი ჰიპები კი ბატონო. ბებერი ჰიპები, რომელმაც დაანგრიეს ფაქტიურად აწყობილი სახელმწიფო მოვიდნენ, აი ის თაობა მოვიდნენ. იქაც და აქაც. იქაც და აქაც რა თქმა უნდა. აი ესეთი ვითარება, ამიტომ ჩვენ ეს გამოსასწორებელია, ჩვენ ამ ეს გადაცემა, იმიტომ გავაკეთეთ, რომ აი ეს პრობლემატიკა მეტნაკლებად ავსახოთ და რაღაც საზოგადოებაში ისედაც არის ამის ამ პრობლემების გააზრება ძალიან აქტიურია, მაგრამ ეს უნდა იყოს სტრუქტურირებული და პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თორე
თუ ადამიანი განათლებული არ და ადეკვატურად ვერ აღიქონს რეალობას, მაშინ რა გინდა საერთოდ რამე, ხო? მაშინ განვითარებაზე და წინსვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. არა მარტო წინსვლაზე, ნორმალურ არსებობაზეც ლაპარაკია ზედმეტი. ხო ხედავთ ახლა ადამიანი არის, რომელსაც საერთოდ სამყაროზე აქვს არაადეკვატური წარმოდგენები და თანაცდები არიან ბევრი. და ვერაფერს ვერ შეასწავლებს. მაშინ ყელი დედამიწის თეორია ახლა ხო საერთოდ კიდე შეთქმულების თეორიები და სიგიჟეების ტირაჟირება გავრცელდა ძალიან განსაკუთრებით ამ სოციალურ ქსელებში. მე მეკითხარით მაშინ წინა გადაცემაში, რომ ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე არის წარმოუდგენლად მაღალი. და უამრავი სიგიჟეები ვრცელდება, რომელიც იპყრობს ადამიანების გონებებს და დეგენერაციის სიგნალებს ყველაზე კარგად დეგენერატები იღებენ. იღებენ დაუყოვნე მათი ანტენა იღებს პირდაპირ ამას. შესაძლოა ნორმალური ადამიანისთვის სრულიად მიუღებელია, მისთვის გასაგები რამეა. მომართულია ამას. თქმა უნდა. იმიტომ განწყობა აქვს ასე. თქმა უნდა. ამიტომ არის რომ განათლებისთვის არის წიგნი და არა კომპიუტერი რა. კი ბატონო. არის ეგეთი ნათქვამი ჭუიანური რომ ისინიო ვინც წიგნებს კითხულობენო იქნებიან მართველები მათიო, ვინც კომპიუტერს უზიან დღე და ღამეო. ასე რომ ეს ამიტომ გავიხსენოთ წიგნები. კი, გადაიკითხეთ ბუმბერაზე კლასიკოსები. კარგად ზარდებოდეთ, თვითონ მაყურებლებო მომავალ შეხვედრამდე.